გამარჯობა, დღეს 2 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1988 წლის 2 ივნისს დაიბადა არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი სერხიო აგუერო. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მადრიდის ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი და ბარსელონა. სერხიო აგუერო გახდა მანჩესტერ სიტის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1987 წლის 2 ივნისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და დიჯეი მეთიუ კომა. 1535 წლის 2 ივნისს დაიბადა რომის პაპი ლეო მე-11. რომის პაპობის ისტორიაში მისი პაპობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე. სულ 26 დღე, რის გამოც მას ხშირად უწოდებენ ელვისებურ პაპს. 2002 წლის 2 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი მედისონ ჰუ. 1989 წლის 2 ივნისს დაიბადა ავსტრალიელი პროფესიონალი კრიკეტისტი, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტივენ სმიტი. 1980 წლის 2 ივნისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ბობი სიმონსი. 1978 წლის 2 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ნიკი კოქსი. 1972 წლის 2 ივნისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე რაულ იბანიესი. 1978 წლის 2 ივნისს დაიბადა ინგლისელი მსახიობი დომინიკ ედუარდ კუპერი. 1940 წლის 2 ივნისს დაიბადა საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე მეორე. ის ტახტზე ავიდა 1964 წელს. მისი მეფობა გაგრძელდა 1973 წლამდე, რადგან მონარქია გაუქმდა. ახალგაზრდობაში ის იყო წარმატებული სპორტსმენი. რომში 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან მოიპოვა ოქროს მედალი ნაოსნობაში. ეს იყო საბერძნეთის პირველი ოქროს მედალი 1912 წლის შემდეგ. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.